დემურსტურუაზე ვსაუბრობ ჩვენი ირმა თქვენგან ვიწყებ მე მოდით ესე გადავანაწილოთ ყველა კითხვაზე თითოეული თქვენგანის პასუხი ორ წუთში ჩავატილ რა სიტყვით თქვენ სად არიან დღეს ის ადამიანები ვინც გასულ წლებში იყვნენ ოპოზიციაში დღეს არიან ხელისუფლებაში და ცდილობენ რომ ისე წარმოგვიჩინონ რომ კი დაისჯება დამნაშავე ხო გავიგეთ რომ დაისჯება მაგრამ დედა რომელიც ემეს 2 დღის წინ რა ვქნათ სადაა ის ადამიანი ვინც უნდა დაისაჯოს ეს ადამიანები არიან თბილ სავარძლებში და ასეთი თავჯდება მრჩება რომ იმ სავარძლებში როცა ჩაჯდებიან მე ყველაფერს სხვანაირად უყურებენ და სხვანაირად აფასებენ თუმცა ძალიან სამწუხაროა რომ ის ადამიანები რომლებიც წინა ხელისუფლების დროს როცა მსგავსი ტიპის ბევრი უბედურება ხდებოდა და თბილ სავარძელში იჯდა და ვერძე არ იყურებოდა და სხვისი ჭირი არ ანაღლებდა ეს ადამიანები ცდილობენ დღეს ისევ მოხვდნენ თბილ სავარძლებში მე მინდა ვთქვა რომ დღეს ყველა ქართველი დედა უნდა იყოს ნონა ჯოჯუა იმისთვის რომ ავიცილოთ შემდგომი მსხვერპლი რაც შეეხება დღევანდელ სამოქალაქო საზოგადოების ესეთ დაბალ აქტიურობას, რასაც ჩვენ ვხედავთ, თუმცა ცალ-ცალკე ნამდვილად ყველა ნუ სიტყვა აღშფოთებული ალბათ შეძრწუნებულია ამ ყველაფრით მიმაჩნია რომ რაღაცა გვაკლია, არ ვიცი რა გვაკლია, ალბათ უფრო ხალხი ელოდა რომ აი დღეს თუ არა ხვალ ამ ადამიანს იპოვიან და დაიშება და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ რაღაცა ვერ მივედით აქამდე. რაც შეეხება დაგვიანებულ ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ კანონმდებლობა არის იმ დაგვარი, რომ აუცილებელია რომ იმ წერილს, რომელიც წერილს ამ ბავშვმა დატოვა, მტკიცებულებითი ძალა შეეძინა და ექსპერტიზის პასუხი იყო საჭირო, სხვა შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით იმას, რომ შესაძლებელია ამ ადამიანზე ძებნა ან პატიმრობა სასამართლოს არ გამოეყენებინა. ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა ბატონმა ზაზამ, როდესაც მან თქვა, რომ გამომძიებლები არიან საშუალო განათლებით და სხვათა შორის ეს არაერთ შემთხვევაში შემხვედრია, როდესაც უფრო მეტად არის, რომ გამომძიებლები არ არიან იურისტები. ესეთი რამეც არის? გამომძიებელს არ აქვს, ანუ კანონში ეს ბოლო წლებში წინა ხელისუფლების დროს მიიღეს ესეთი კანონი, რომ არ არის აუცილებელი რომ იყო იურისტი იმისთვის, რომ გახდე გამომძიებელი. ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ თუ კი არ იცი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და თუ არ იცი მატერიალური კოდექსი ბუნებრივია გამომძიებას ვერ მადლობა ირმა დაგიბრუნდეთ. ქალბატონია ბოდისვიხდი. ეს პრობლემები რო არსებობდა, სამწუხაროდ ჩვენმა კოლეგებმა როგორც მინიმუმ, რომლებიც პარლამენტში იყვნენ 4 წლის განმავლობაში და ეს ძალიან კარგად იცოდნენ. მათ უნდა ეზრუნათ იმაზე, რომ ეს კანონები გამოესწორებინა. კი ბატონო, ირმა დაგიბრუნდებით, სოფომ თქვა, ეხა ამიტომ სოფოსთან გადავალ, სად იყვნენო 4 წელი იმ პარლამენტში რო ისხდნენ, რატო არ შეცვალესო? აი, როცა პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ, ეს ამბავი ხო მარტო დემურსტურუა. რა თქმა უნდა. სწორედ ეს არის, მაგრამ ამას ვამბობ, რომ აი ხარ სად არის ის ხალხი? მეც მაინტერესებს სად არის ის ხალხი და პირველ რიგში მაგას ვაპარაკობ, იქ ხომ ძალიან ბევრი იურისტი იყო, უფლებადამცველი პარლამენტში, რომლებიც ამ 4 წლის განმავლობაში იყვნენ. 4 წლის განმავლობაში კი ზურა ბადეიშმა რაც შეიძლება და ყველაფერი გააფუჭა, ის გაფუჭება შესაძლებელი იყო. განადგა, აი ამიხსენი კი რაღაცა რამდენიმე ცვლილება, რომელსაც დაზარალებულს რაღაცა უფლებები შეეძინა, რაღაცა უფლებები ამას ადვოკატებს კიდე გაუმჯობესა, მაგრამ ეს ხო არ იყო საკმარისი. სად იყვნენ ეს ხალხი? და დღეს ხვალ მოვა, აი ესეც არის, ცით, რომ თქვი, რატომ არ ვაქტიურობთ და მე ვიტყვი ჩემს ბრალეულობასაც ვაღიარებ. მე სულ ვცდილობ ამ ბოლო დროს ნახევარ ტონებში ვილაპარაკო, იმიტომ რომ წინა საარჩევნო გარემო გვაქვს და სულ მეშინია ვიღაცამ ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს ჩემი მძაფრი შეფასება, რაღაცა სათავისოდ არ გამოიყო. რომელი მხარეს და ვცდილობ რომ აი ემოციისგან თავი შევიკავო, ან რაღაცა ვცდილობ ამას ძალიან. შეიძლება ესეც არის ბრალი. მე იმასაც ვაღიარებ, რომ მე ჯერჯერობით მაქვს იმედი, რომ მაინც ეყოფათ რაღაცა ჰუმანი, არ ვიცი, ეყოფათ გამჭრიახობა ამ ადამიანებს, ან თუნდაც პროკურატურას და გამოიძებს და მიიყვანს ამ საქმეს და ეს ხდება სამაგალითო საქმე. ჯერ კიდევ მაქვს ამის იმედი, შეიძლება იმიტომაც არა ვარ ძალიან აქტიური, მაგრამ ჩემი კითხვა და პრეტენზია არის კანონმდებლებთან, აი ამ ადამიანებთან, ვინც 4 წლის განმავლობაში იყვნენ და აი ამას არასწორებდნენ, ასე პუნქტ და მძიმე უნდა გაყოლოდნენ და გაესწორებინათ ყველა ის ყველა ეს პუნქტი და არა და ყველაზე მეტი პრეტენზია, მე ყველაზე ნაკლები პრეტენზია შეიძლება სპორტსმენთან და მსახიობთან მაქვს, ვინც რა უნდათ იმათ ეს სალკე თემა და ან ეხლა ბევრი ფეხბურთელი გვეყოლება და ვითამაშოთ მე. თავარია, ისიც როგორ არის, კარგი
აპარატი მაინც, მაგრამ აი ავიცი ფეხბურთელები იქნებიან თუ რაღაცა სხვა სპორტსმენები თუ მსახიობები, მომღერლები, კონდეთ სწორი ხედვა, რომ ადამიანი არ უნდა დაიჩაგოს და დაასწრენ იურისტებმა და ასწორონ ეს კანონმდებლობა. კი, ქალბატონო ინგა, ნამდვილად ვერ ექნებათ ადამიანებს სწორი ხედვა, მე არც მომღერალთან, არც სპორტსმენთან არ მაქვს პრეტენზია, მაგრამ ყველამ უნდა შეიგნოს. ეხლა მე როცა ვარ თქვა წარმატებული მომღერალი და მოვიდენ და შემომთავაზეს რომ უნდა წავიდე პარლამენტში. მე თვითონ ვეტყვი რომ არ შემიძლია. იქ უნდა იჟენ კანონ შემოქმედებითი ადამიანები. იმიტომ რომ გაცნობიერებული არა აქტივმა და დღესაც ჩვენ რასაც წარმოგვიდგინეს ქალბატონო ინგა, იგივე პრეტენზიები მაქვს. რა უნდა აკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს წარმოგვიდგინეს პარლამენტში. მე იცით რა ხდება? მე უკვე როგორ ჟურნალისტი ამ გადასახეიდან გეტყვით. მე როცა ასეთ საქმეზე შეკითხვას დავსვამ, დემურსტურვას დედა ვინ უნდა დაიცვას ის გეუბნება. იცით მე არ მაქვს ამის კომპეტენცია, მე არ მაქვს პასუხი. ხო და წადი და იმღერი ამ ფეხბურთი ითამაშო, ხო მაინც და მაინც პარლამენტში უნდა იჯდე. ზაზასთან გადავალ თუ შეიძლება ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ ეს ამბავი რომ წინა წლებში რომ მომხდარიყო, იგუგუნებდა თუ არა ჭექარე ხმით ქართული პოლიტიკა დემურსტურვაზე და მის ნაცემ დედაზე. მე ჩემო ინგა წინა ხელისუფლების დროსაც ქუჩაში ვიდე, ამ ხელისუფლების დროსაც და ამ ძალადობას და უბედურებას უაპროტესტებ და ვინც მე მიცნობს, ვერავინ ვერ დამწავებს რომ რომელიმე დროს ვიყავი პასიური. ეხლა სოფოს დავეთანხმები მე რომ ეხლა ჩვენ მე სოფოს რაღაცნაირად ზომიერების ფარგლებში ვიმყოფებით, იმიტომ რომ ჩემთვის ყველა პოლიტიკური პარტია ჩემთვის არის მიუღებელი და გეტყვით რატომ. როგორ შეიძლება ოპოზიციურმა პარტიებმა არ შეიკრიფონ და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა არ მოითხოვონ ერთი. მეორე, თქვენ გახსოვთ, როდესაც ქიმერიძე ხაშურის პოლიციაში აწამეს სააკაშვილის რეჟიმის დროს, კავკასია მაჩვენა პირდაპირ ეთერში, შემდეგ როგორ იყო ნაწამები. ბიძინა ივანიშვილმა ცხარეცრემლი ტიტირა მე რომ მოვალ ესეთი რამ არ მოხდებაო 3 დღის უკან თუ 4 დღის უკან გურიაში ქვეყნის ფაქტობრივი მართველი ხდება ჟურნალისტები დღეს იყო ხო მადრეც იყო დღესაც იყო და სამძიმარს არ ამბობს ქალბატონი ნაცემია და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს ხო გვეუბნებოდა რომ მე მოქალაქე ვარო უნდა ვაკონტროლო მინისტრები ამაზე მეტი რა უნდა მოხდეს რომ დღისით მზისით დედას რომელიც ციცავს გარდაცვლილი შვილის ინტერესებს უარდებიან და ცემენ ვეთანხმები მე ყველას მართლა ჩვენი პრობლემაა სამოქალაქო საზოგადოების ხალხო ფეხზე უნდა დავდგეთ უნდა მივეხმაროთ უნდა მე სოფო უნდა გადავაბიჯოთ წინასაარჩევნო რა ქვია რაც არის ვინაიდან გაჩევ ვინაიდან არიან ვინაიდან პოლიტიკოსები არიან გაჩუმებულები არ გეთანხმები შინაგან საქმეთა მინისტრის იმიტომ რომ მე არ გეთანხმები არა გასაგებია არა მე დავამთავრე არ ყოფილი ხარ ადმინისტრაციულ ორგანოს ხელმძღვანელი მე ვიყავი 60 თანამშრომელი მე მესმის რამ ძიმია პასუხისმგებლობა ღამეები არ მეძინა ვიცი რაც არის ეს 60,000 პოლიციელში ვიღაცა სადღაც რაღაცას რო გააკეთებს მე ეს საშინელებას ჩაიდენ საშინელებას რა თქმა უნდა ამას არანაირი გამართლება არ აქვს თავარია სისტემა არ გადაეფაროს და არ დაიცვას ხო და დაიცვა სოფო როდესაც დედა არის დაუცველი ეს არის ბატონო და ჩვენ ფაქტია რომ სხვა პოლიციელები აგრძელებენ ძალადობას აგრძელებენ სოფო ის ერთი პრობლემა არ არის ძალადობას სოფო აგრძელებენ ის აბა ვინ იყო ეხლა ის მიგზავნის ეხლა ნუ იქნებით ისეთი გულუბრყვილო სოფო რომ ნაცვლის შვილს გაეგვიძა და მისით მოუნდა მისულიყო და ქალბატონი ეცემა რას ლაპარაკობ ეს გადაწყვეტილება არ მიღებული სოფო რას მელაპარაკობ მე ვინა უნდა გამოიძიონ ხო იმაში რომ ამ ნაცვლის შვილის უკან დგანან პოლიციელები კარგი მოდით პოლიციელი არა არ ვიცი მოდით გადავალ მე ვინ არის მაგრამ უფრო უარესი თუ პოლიციელია პოლიციის დავალებით ვარო რომ ნუ აძლევ ჩვენებას ასეთი რამ თქვა იაგოსთან მინდა გადავიდე შეკითხვით იაგო ერთი რამ მაინტერესებს პრინციპში უკვე დავსვი ეს კითხვა თქვენ როგორ ფიქრობთ დღეს ხელისუფლებაში მყოფი პირები თავის დროზე ოპოზიციაში ვინც იყვნენ ამ საქმეს ესე დატოვებდნენ თუ ეს იქნებოდა დიდი პოლიტიკური მოძრაობისთვის უმნიშვნელოვანესი და მთავარი თემა ქალბატონო ინგა ჩვენ ხო ესეთი ჩვეულება გვაქვს რომ ძალიან ფრთხილად ვეკიდებით რაღაცა ტიპის ამბებს ამ ქვეყანაში და ზოგჯერ ხშირად ვაგვიანებთ ხოლმე რეაგირებას. მე ვარ დარწმუნებული რომ ეს საქმე არ შერჩება არავის. ამას გადაყვება იმაზე მეტი ხალხი ვიდრე ადეკვატური რეაგირების დროს შეიძლება და ეს ყველაფერი მომხდარიყო. თქვენ ახლა მართლა ფიქრობთ რომ ეს საქმე მიუხედავად იმისა რომ რაღაცა ადამიანს რომელიც ცხოვრობდა ერთ-ერთ რეგიონში შემთხვევა ადამიანს რომელსაც თქვა არ წარმოადგენდა რომელიღაც გვარიშვილს ან თავადიშვილს პირობითად
ამის გამო ნუ თავისთავად ცხადია რომ არა ცუდი მე რას სიმპტომებსაც ხედავ არის ის რომ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ჯერაც აქვთ ის ატავისტური ჩვევა გადმოყოლილი რომელიც ნიშნავს იმას რომ ჩვენიანი არ უნდა გავწიროთ დიახ სანდრო გირგულიანიც და რომაქიძეც არ ყოფილან რეგიონიდან არ ყოფილან თქვათ ბჭყალებში უპატრონოები ორივე მათგანი პრესტიჟული ოჯახიშვილები იყვნენ ან რაღაცა პრესტიჟულ ადგილას ცხოვრობდნენ და სერიოზული სანაცნობო ყავდათ მათმა საქმემაც დააგვიანა აქ საქმე ის არის რომ ჩვენ ვერ ვსწავლობთ საკუთარ შეცდომებზე ჩვენ არ შეგვიძლია ადეკვატური რეაგირება მყისიერად ის რომ ძებნაშია პოლიციელი ეს უკვე არის პრობლემა იმიტომ რომ როგორ შეიძლება პოლიციელი ძებნაში იყოს როგორ შეიძლება პოლიციელს შეგნება არ ქონდეს რომ პასუხი აგოს ამ დანაშაულზე ერთი და მეორე ნუ გასაგებია რომ შეიძლება ვიღაცა იმალება ჩვენ ხო იმ პოლიციაზე ვაპარაკობთ ვისაც დაუდასტურა პროკურატურამაც და ექსპერტიზამაც რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენ და პატარა 22 წლის ბიჭზე რომელიც როგორც აღმოჩნდა და გარდა მაგისა ქალბატონინდა მე არ შემიძლია ზოგადად რომ აქ არ ვისაუბრო იმ საზოგადოებაზეც რომლის ნაწილიც არის პოლიციელიც პოლიციელები ხო არსებობენ რომელიც ამ ყველაფერში პოლიციელს თანაუგრძნობენ ანუ ჩვენ ფაქტობრივად დღესაც კი ცხოვრობთ რაღაცა ეპოქაში სადაც ვთქვათ ბუნებაში ვცხოვრობთ დღესაც ანუ სადაც ძლიერმა უნდა გაიმარჯვოს ვიღაცის აზრით და ნუ რაღაცა ტიპის სისუსტე შეიძლება დაიჩაგროს ჩვენ ხო რაღაცა ეს ხო საზოგადოების ჩვევა არ არის საზოგადოება ხო ასე არ იქცევა მადლობა იაკო მოდით დაგვრჩა 6 წუთი და გადავანაწილებ ასევე 2 წუთში თანაბრად და რაღაცნაირად შევაჯამოთ ეს ჩვენი გადაცემა პირველი ირმა თქვენგან დავიწყებ ალბათ უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს რომ დედას არ კონდეს ეს შიში და ის იყოს დაცული რაიმე ტიპის მუხარისა და ანგარიშწორებისგან და მეორე რომ აუცილებლად უნდა იყოს დასჭილი ყველა ვინს გამოც დემურსტო ვინც მიიყვანა დემურსტურვა თვითმკვლელობამდე სხვა შემთხვევაში სამართლიანობის განცდა ვერ გვექნება ვერავის დემურსტურვა არ არის ერთი ბიჭი ასეთები ბევრნი არიან როგორც გაირკვა იმავე წერილში ეწერა სამ სოფელზე სთხოვდნენ მას ინფორმაციას მითხარით რა არის თქვენი სათქმელი ეს იქნება ამ ეთერში ბოლო თქვენთვის სიტყვა მოცემული დიახ რა თქმა უნდა ის რაც ბატონი დემურის შემთხვევაში მოხდა ნუ ყველას არ აქვს ერთნაირი ფსიქიკა ბევრმა გაუძლო ბევრი ალბათ დღესაც უძლებს და ვერ გაუძლო დემურიმ მან მისი სათქმელი იმ პატარა ფურცელზე დაატია მაგრამ მან თქვა მთელი დაფნარის საქართველოს 22 წლის ბიჭების სათქმელი და მე ვფიქრობ ამაზე უნდა იყოს ძალიან მკაცრი რეაგირება ყველას მხრიდან პირველ რიგში საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლება იმეც ვიტოვებ რომ შეიკრიბებიან გაცილებით კომპეტენტურები რომლებიც რეალურ საკითხებზე იმსჯელებენ რეალურად შეეცდებიან საზოგადოების ყოფა გახადონ უკეთესი მათ მიერ მიღებული კანონები და არა ბუსუსებთან დაკავშირებით კანონებზე არ იმსჯელებენ ის რომ ერთეული შემთხვევები ღმერთმა დაგვიფაროს რომ ეს იყოს სისტემური მაგრამ ის რომ ერთეული შემთხვევები ხდება ეს არ უნდა მოხდეს რა თქმა უნდა პოლიციის ამით არ უნდა მოხდეს პოლიციის დემორალიზაცია პირიქით პოლიცია უნდა იყოს ძალიან ამაყი ძალიან ძლიერი და თითოეული ჩვენთაგანი ვართ მათ იმედად ხო სახელმწიფო მათზე უნდა იდგეს მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ არ ვიცი ვინ იქნება მინისტრი თუ თუნდაც მინისტრი რომელიც დღეს არის კეთილი უნდა იმებონ მათ და უნდა მოამზადონ პოლიციელები უნდა გადაამზადონ პოლიციელები და უნდა ასწავლონ როგორ დაგვიცვან ამავდროულად როგორ გამოავლინონ დანაშაული ისე რომ არ იძალადონ თუნდაც აი თქვენ ანონსში იყო თავიდან რომ ვაკეში აპროტესტებენ გარკვეული ოჯახის წევრები დიახ ანუ მათ დანაშაული უნდა გახსნან უნდა იმუშაონ მაგრამ ესე ღიად არ უნდა რჩებოდეს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით რომ ვიღაცას იარაღი ჩაუდგეს მადლობა ირმა მე წარმატება მინდა გისურვოთ დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად გადავდივარ იაგო ხვიჩიასთან იაგო თქვენი სათქმელი რა არის ეს ბოლო სიტყვას გაცემთ ჩემი სათქმელი ალბათ არ ვიცი ასე დრო საერთოდ რა უნდა თქვა მაგრამ მე მაინც მიმართავდი ქართულ პოლიციას და ვიტყოდი რომ თავარი ღირებულება არ არის უსაფრთხოება დედამიწაზე უსაფრთხოება ღირებულება ის მნიშვნელოვანია ცხადია მაგრამ ის არ არის არც თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არც სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი
როდესაც ისინი თითოეულ ნაბიჯს დგამენ, როდესაც ისინი რაღაცას აკეთებენ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ უნდა მოხდეს თავისუფლების და სიცოცხლის ხარჯზე. ამისთვის ახლა მე ჩვენ რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებას პაატა ბურჯულაძეს სახელმწიფოს ხალხისთვის, ჩვენ გვაქვს ამის რეცეპტი და რეცეპტი არის ის, რომ სახელმწიფო პოლიცია უნდა ჩაერიოს მხოლოდ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რეალური უსაფრთხოების გასამტკიცებლად. მხოლოდ მაშინ შეიძლება ოდნავ შეიზღუდოს ადამიანის თავისუფლება, ხოლო სხვა შემთხვევაში ასეთი ეგრეთ ძალიან ჟარგონისთვის ძალიან დიდი ბოდიში უპრაგონოდ გამოყენება პოლიციის რესურსების, სახელმწიფო რესურსებით, საბოლოო ჯამში არასოდეს არ მიგვას კარგ შედეგამდე. ეს შეიძლება ყოველთვის არ იყოს დემონსტრირება, ზოგჯერ უფრო დაბალი და საბედნიეროდ უფრო მცირე შედეგი მოყვეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მცირე შედეგიც ტრაგედიაა ჩვენნაირი ქვეყნისთვის. მადლობა იაგო, წარმატება მინდა გისურვოთ, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. გადმოდივარ სტუდიაში, სოფო გისმენთ და დაასრულებს ბატონიზას. სამდე წინა ხელისუფლების დროს რომ მოხდარიყო რა იქნება წინა ხელისუფლების დროს ალბათ ასეთი უპატრონო ჭალებში ოჯახი ხმის ამაღებას ვერ გაბეტავდა ეს ერთი. ვერ ამოიღებდა ხმას ის პრესტიჟული ოჯახები რო იყვნენ შეიძლება იმიტომაც სანდრო გრიგორიას განსაკუთრებული დედა ყავდა. იშვიათი გამონაკლი რაღაც სხვანაირი დედა, სხვანაირი ქალი იყო. ეხლა ეს იმ ქალმა, ეს ჩვენ ახლა მაშინ ოპოზიციაში ვიყავით. მე და შენ არ გავკეთებ ეს ქალი, ის იმ ქალმა შეძლო. სანდრო გირგულიანი ამბათ აქცია დედამისმა. რა თქმა უნდა, ეს იყო ეს გამონაკლისი შემთხვევა და თორე ძალიან მე მახსოვს ცინდერიანების, მე მახსოვს ცინდერიანების ოჯახი, მახსოვს ქარდავების ოჯახში. როი შავაძე საცუდავი ცოლი რა დღეში აღდებდნენ. ბევრი იმ პერიოდში ხმას ვერ ამოიღებდნენ. მე ასე მგონია ეს. ეხლა ეს არ არის ნუგეში დედამისის დღეს მას შენს ეთერში თუნდაც ლაპარაკის საშუალება აქვს ეს ნუგეში არ არის იმისთვის. მე მინდა მაინც იმედი მქონდეს რომ იმ პოლიციელს იმ გოდერს არ ქონდა წინასწარ გააზრებლო ეს ბიჭი არ ვიცი მე მაინც მიჭირს ადამიანს იმიტომ თვითკვლელობამდე მიყავს. შეიძლება ასეთ შედეგს იმედი მაქვს რომ მაინც და მაინც ასეთ შედეგს არ ელოდებოდნენ და მანიაკი გამოდის და მანიაკი მოყავს პოლიციაში. რეცეპტი რა არის? ყველაზე დაცული და სწორი სისტემებიც უშვებენ შეცდომას და ყველგან 60,000 კი არა 60 კაცი შეიძლება ვიღაცამ რაღაცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ამიტომ დაცული როგორ ვიქნებით რომ კანონმდებლობა გაუმჯობესდეს ჩვენი პოლიციელებს უკეთესი განათლება, მედია თავისუფალი იყოს რომ ჩვენ აი ამ თემებზე განხილვის შესაძლებლობა გქონდეს და მე ალბათ ჩვენს უფრო მეტად უფრო სამოქალაქო აქტიურობისგან თავი არ უნდა შევიკავოთ წინასაარჩევნო პერიოდში. მადლობა სოფო ხურგვას მადლობას გადაუხდით და ასრულებს ბატონი ზაზა გისმენთ. პირველ რიგში ინგა დიდი მადლობა მინდა გითხრა იმას, რასაც შენ აკეთებ და მეხუთე გადაცემა მიუძღვენ თუ არ ვწდები ამ უდიდეს პრობლემას. იცით რა ძალიან მომხდა ეს ამბავი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, საუბარი იყო ჯერ 22 წლის ბიჭის თვითმკვლელობას და მე დედა რომელიც საშინელი ფაქტი არის, ეს არის საზიზღრობა. მე მაინც ფესვებში მინდა ვეძებო აი ეს შედეგი რაც მოხდა და მე ამას პროგნოზირებდი, იმიტომ რომ პოლიციაში იყო განუკითხაობა, პოლიციაში არ შეიძლება გამომძიებლები იყვნენ საშუალო სკოლა დამთავრებულები, არ შეიძლება გამომძიებლები იყვნენ რომელსაც დამთავრებული აქვს ფიზიკის ფაკულტეტი, აქ უნდა მოხდეს საკანონმდებლო ცვლილება. არა სიტყვაზე ვთქვი. არ შეიძლება გამომძიებლად მიიღო ადამიანი და 6 თვიანი კურსები გაატარო, ეს ფაქტობრივად